გამარჯობა, მე ვარ მარია მინდიაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნომერი 1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. უერთდები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ონლაინ შემეცნებით პროექტს გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია. და აქედან გამომდინარე, რომ მე მცხეთელი ვარ, მინდა გესაუბროთ ალექსანდრე იგივი სანდრო კანდელაკზე. სანდრო კანდელაკი დაიბადა 1893 წლის 6 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბიში. მაწვილობაში მოჯამაგირე იყო, შემდეგ მებონედ მუშაობდა მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი თბილისში ჩადიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას ქართველი გოლიათი უწოდა, იგი სიმაღლით დაახლოებით 2 მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა. ესიკოვსკის ცირკში რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. სანდრო კანდელაკის ბევრი ცნობილი მოჭიდავე ყავს დამარცხებული, მათ შორის კოჟიმაკიანი, ზაკიანი და სხვები. აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და ივანე პოდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა. 1921 წლებში და 1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და თუმცა კლასიკურ ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი. დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. 76 წელს მცხეთაში გაიხსნა კანდელაკის ძეგლი. გარდაიცვალა 1959 წელს 66 წლის ასაკში. ეს იყო სანდრო კანდელაკი. ქართული სპორტის ისტორიის გავრცელება ახლა შენზეა. იყავი შემდეგი შენ.